პირდაპირ უნდა ითქვას. წეგან დავიწყე ლაპარაკი. ღარიბაშვილი, გომელაური და ლილუაშვილი არიან სამიზნე კობახიძის, დინარაძის და ოხანაშვილის. შიგნით აქ უდიდესი დაპირისპირება, დანასისხლად არიან გადაკიდებულები. რიჟვაძის საქმეც ამის ნათელი მაგალითია. ივანიშვილი ვერ ალაგებს ამ ურთიერთობებს და აი ვასუს შეეხება მე დარწმუნებული ვარ კახი კალაძის მოშორება პირველ რიგში უნდა და ბიძინა ივანიშვილს. უბრალოდ იმ ისეთი გაღრმავებულია კრიზისი ქართულ ოცნებაში, რომ კახი კალაძის კანდიდატურა შესთავაზა კობახიძემ ივანიშვილს იმისთვის, რომ როგორმე ეს ჯგუფიც თუ გამოეყო მათ, უკვე აი ფაქტობრივად შეიძლება მათივე უმრავლესობა პარლამენტში რო არის, ისეც იმანაც კი დაიწყოს დანაწევრება სხვადასხვა ჯგუფებად. ამიტომ მიიღო ივანიშვილმა კალაძის კანდიდატურა და არა მარტო მიიღო, ფული შეაწერეს კაცო კახი კალაძეს 800 მილიონი აქვს მისატანი. და ჩვეულებრივად ივანიშვილი უყურებს სავარძელს, ანუ მერის სავარძელმა უნდა დაწეროს ფული და ეს ფული უნდა წავიდეს მის ანგარიშზე. და რომელ ანგარიშზეა ლაპარაკი? კრიპტო ანგარიშებზეა ლაპარაკი.